მოცემული გვაქვს გამარტივებული დიაგრამა გამდნარი ნატრიუმის ქლორიდის ელექტროლიზის, მყარ ნატრიუმის ქლორიდს თუ გავაძნებთ, მივიღებთ გამდნარს. მივიღებთ თხევად მდგომარეობაში ნატრიუმის კათიონებს და ქლორიდის ანიონებს, აი როგორც ხედავთ, აქ არის ნატრიუმის და ქლორის იონები და ვიცით რომ უარყოფითი ტერმინალი კათოდს აწვდის ელექტრონებს და შესაბამისად კათოდზე ხდება აღდგენა ნატრიუმის, ესე იგი ხდება აქ აღდგენა, იძენს ნატრიუმი ელექტრონებს და ხდება ნატრიუმის თხევადი ლითონის მიღება. ესე იგი ვიღებთ ნატრიუმის თხევად ლითონს. და რაც შეეხება მეორე ელექტროდს, აქ პირიქით ვიცით რომ დადებითი ტერმინალი წაართმევს ამას ელექტრონებს, შესაბამისად აქ ხდება ჟანგვა, ან დაჟანგვა. დაჟანგვა. ესე იგი აქ პირიქით ქლორი კარგავს ელექტრონებს და იჟანგება. ესე იგი არის მივახატავ როგორ გადასცემს ელექტრონებს, მაინც რომ ჩანდეს. და შედეგად ვიღებთ აირად მდგომარეობაში ქლორს, ანუ აქ წარმოიქმნება, გარეთ არა ვხონთ ქილის, აქ წარმოიქმნება ქლორის ბუშტები. და აქეთ პრინციპში შემეძლო მიმეხატა რომ გამოიყოფა არააუცილებლად ამ ფერის თხევადი ლითონი. ეს არის და ეს რეაქცია, ეს არის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი რეაქცია, ასე მიიღება თხევადი ლითონი ნატრიუმის. და ახლა გვეკითხებიან რა დრო დასჭირდება 1ჯერ 10-ის მესამე, ანუ 1000 კილოგრამ, რაც ბევრია, 1000 კილოგრამი ნატრიუმის წარმოქმნას და ეს უნდა დაშორებული ყოფილიყო, მუდმივი 3/10 ამპერი დენისას. ესე იგი, კიდევ ერთი რაოდენობრივი ამოცანა გვაქვს ელექტროლიზზე და მოდი შევუდგეთ საქმეს. ამისთვის მოდი დავიწყოთ ჯერ დენის განმარტებით, რა არის საერთოდ დენი. ესე იგი, დენი არის მუხტი გავლილი დროში, ანუ დროის გარკვეულ მონაკვეთში რა რაოდენობის მუხტი გაივლის, ხო? ეს არის კულონი შეფარდებული წამთან ერთეული. და ჩვენ ვიცით დენი რაც არის, მოცემული გვაქვს, დენი არის 3/4 ამპერი, ხო? შეგვიძლია მივაწეროთ ასე. და გვაინტერესებს, ну, პრინციპში ერთეულებში წერა არც მჭირდება ახლა. გვაინტერესებს დრო, არ ვიცით მუხტი. მუხტს თუ გავიგებთ, მაშინ გავიგებთ დროსაც, ხო? ახლა შეგვიძლია გამოვიდეთ აი აქედან. ვიცით რომ 1000 კილოგრამი ნატრიუმის მიღება გვინდა, ესე იგი გვინდა რატომღაც ეს პასტა ზოგჯერ უცნაურად ურევს. გვინდა მივიღოთ 1000 კილოგრამი ნატრიუმი, ხო? მოდი ჯერ გავარკვიოთ, საერთოდ მოდი ჯერ გრამებში გადავიყვანოთ ეს. ანუ 1000 ჯერ მეტი გრამი იქნება, რამდენი კილოგრამიცაა, ხო? 1006 გრამი იქნება შესაბამისად. ესე იგი, ამდენი გრამი ნატრიუმი გვინდა და მოდი ახლა ჯერ გავარკვიოთ, რამდენი მოლი არის ეს. ამისთვის უბრალოდ გავყოთ მოლურ მასაზე, რაც ვიცით რომ არის 22.99 მეასედი გრამი მოლთან. და ამით გავიგებთ რამდენი მოლია, მოდი ნახოთ ეგ. ესე იგი, რამდენი მილიონი 1,2,3,4,5,6 გვინდა რომ გავყოთ 22.99-ზე. მივიღეთ მოდი დავწერ 4.35-ს 10-4, ეგრეთ ჯობია. ესე იგი, მივიღეთ 4.35 10-4 მოლი. ახლა რაში დაგვეხმარება ეს, ანუ რაში მჭირდება ნატრიუმის მოლები რომ გავიგე. იმაში, რომ შემიძლია ნახევარ რეაქციიდან გამომდინარე დავადგინო, რამდენი ელექტრონი არის, ესე იგი, ამ ნახევარ რეაქციაში და რადგან 2-2-თან არის თანაფარდობა, გამოდის რომ ამდენივე მოლი ყოფილა ელექტრონი, რაც გაივლის სადენში, ხო? შესაბამისად, შემიძლია ვთქვა უკვე, რომ მაგდენი მოლი ელექტრონი მაქვს, ესე იგი, 4.35 გამრავლებული 10-4-ზე მოლი ელექტრონი გვაქვს და ახლა ერთადერთი ის დაგვრჩა გავარკვიოთ ამას რამდენი მუხტი შეესაბამება და შეგვიძლია ფარადეის მუდმივა გამოვიყენოთ, რომ 95,500 კულონი მოდის 1 მოლ ელექტრონებზე, 1 მოლ ელექტრონზე, მაგდენ ელექტრონზე. მოდი ვნახოთ ეს რას უდრის, კალკულატორზე ისევ ცხადია. ესე იგი 4.35 უნდა გავამრავლოთ. მოდი ესე შევხედავ. ეს არის 9.55 ეს არის 4.35 ამიტომ მარტო გავამრავლებთ 9.55-ზე. ეს მაძლევს ამას 10-4 აქ, 10-4 აქ, ანუ 10-8 და 51 ნაცვლად 4.1-4.2 იყოს. ვარემ დავამრავლოთ 10 პირველი ხარისხი იქნება, ანუ ჯამში 10-9 ხარისხი დაგროვდა და 4.2. ესე იგი 4.2 10-9
კულონი არის მუხტი, რაც მივიღეთ. და ეხლა უკვე ვიცით მუხტიც, ვიცით დენიც, ასე რომ შეგვიძლია პირდაპირ ვიპოვოთ, ესე იგი 3 10-ის მე-4 ტოლია 4.2 10-ის მე-9 შეფარდებული ტესტთან. ან ეს მე-4 წავა, აქ დაგვრჩება 10-ის მე-5 და ესე იგი ახლა რაც დაგვრჩა დასათვლელი არის t ტოლია, ამ ხელხაზი არც უნდა პრინციპში 4.2 გავყოთ 3-ზე და გავამრავლოთ 10-ის მე-5-ზე. რაც პრინციპში ეს 1.4 არის მარტივი დასათვლელია, 1.4 გამრავლებული 10-ის მე-5-ზე წამი. თუ გვაინტერესებს ეს რამდენი წუთია მაგალითად, მაგრამ გავარკვიოთ ცოტა ადამიანური შედეგი დავინახოთ. ესე იგი 140.000, ხო? უნდა გავყო 60-ზე, მივიღებ 2333 წუთი, კიდე გავყოთ 60-ზე, იმიტომ რომ ეგეც ნორმალური 2000 წუთებში არ ვლაპარაკობთ ხოლმე. 38.9 დაახლოებით საათი. ეს უფრო ადამიანურად წარმოგვიდგენს რა დროსთან გვაქვს საუბარი. ესე იგი, თუ გვინდა რომ ეს პროცესი მორჩეს, მოდი აქ დავწერ. t უნდა იყოს 38.9 საათი და აი ამდენი ხნის განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და მივიღებთ, რასაც ვიღებდით, რა გვინდოდა 1000 კილოგრამი ნატრიუმი გვინდოდა მიგვეყო თხევადი ლითონი. ახლა, მოდი ასევე გავარკვიოთ, მეორე კითხვასაც გვისვამენ, რამდენი ლიტრი ქლორის აირი წარმოიქმნება სტანდარტული ტემპერატურისა და წნევის პირობებშიო. ისე ამავე ამოცანაზე არის საუბარი და ვიცით რომ, მოდი ავალთვარე, შეიძლება დამაბნეული იყოს ეგრე. ესე იგი, აქ რაც ვილაპარაკეთ, რამდენი მოლიც მივიღეთ ნატრიუმი, ხო, და იყო 2-2-ზე ელექტრონთან რაოდენობა. ყველაფერი არის 2-2-2-2 გარდა, აი ამ ქლორისა, რომელსაც ვიღებთ. ქლორი არის 1-2-თან. ანუ 1 მოლი მოდის დანარჩენ ამ ყველაფერის 2 მოლზე. ესე იგი, გამოდის რომ, ძალიან მარტივი პროპორციის შედგენა მოგვიწევს, ანუ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატრიუმი რაოდენობრივად, უბრალოდ აღარ ვაწერ, ქლორთან არის ისევე, როგორც 2 არის 1-თან, ხო? ეს ძალიან ცოტა უხეში ჩანაწერია, მაგრამ იდეის მოწოდება მინდა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვიცით რომ ნატრიუმის რაოდენობა არის 4.35 10-ის მე-4 მოლი, რაც მივიღეთ ზემოთ, ხო? და მაშინ ამის ნახევარი იქნება ქლორი, რაც რამდენი არის, ესე იგი, ქლორი იქნება ეს გაყოფილი 2-ზე. ესე იგი, ეს იქნება, ანუ ქლორის რაოდენობა არის 21.750, ანუ ბარემ წარმოვიდგინე რომ ეს გამრავლებულია. ანუ წესით ეს რო გამრავლოთ 2-ზე უნდა მივიღოთ ზემოთ რაც დავწერე. ამდენი მოლი. ესე იგი, ამდენი მოლი გვაქვს. ესე იგი, ამდენი მოლი გვაქვს ქლორი, ხო? მივაწერ ისევ აქეთაც ქლორს. და ახლა გვინდა ვიპოვოთ ლიტრიანუ მოცულობა, ხო? მოცულობას ვეძებთ. ერთი რაც შეგვიძლია გავიხსენოთ არის რომ 1 მოლი იჭერს 22.4 ლიტრს. ამიტომ უბრალოდ შეგვიძლია გავამრავლოთ ამ მოლების რაოდენობაზე, ესე იგი 21.750 შეგვიძლია გავამრავლოთ 22.4-ზე, იმიტომ რომ 1 მოლი იჭერს ამდენ litrს და მივიღებთ იმას თუ რამდენი ლიტრი ქლორი არის ამ რეაქციის შედეგად მიღებული. 22, მაგარი ქართული იყო, 22.4 გამრავლებული 21.750-ზე. ესე იგი, მოდი ესე ვიტყვი, 4.87 10-ის მე-5. 4.87 10-ის მე-5 ლიტრი ქლორი. მეორენაირად ცოტა უფრო მოკლე გზით შეგვეძლო, ესე გვექნა, უბრალოდ გამოგვეყენებინა PV უდრის nRT-ს, სადაც P ვიცით რომ, ანუ მოცემული გვაქვს რომ არის 1 ატმოსფერო. V-ს ვეძებთ, მოდი სხვა ფერით დავწერ, რადგან ვეძებთ. და ვიცით რომ n არის ახლახან მივიღეთ 21.750 მოლი. შემდეგ R არის მუდმივა უბრალოდ და ამ შემთხვევაში 0.0821 და 273.15 მეათედი იქნება კელვინი ტემპერატურა, რადგან სტანდარტულ ტემპერატურასა და წნევაზე არის საუბარი. და შედეგად
თუ ამას გამოთვლით და აღარ გავაკეთებ, ისევ მიიღებთ ზუსტად აი ამ შედეგს, რომ საბოლოოდ ანუ მოცულობა არის 4.87 გამრავლებული 10-ის მეხუთეზე ლიტრი.